გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. დღეს მინდა გესაუბროთ იმ ტრაგიკულ მოვლენაზე და ამ ტრაგედიის შედეგად გამოწვეულ იმ უბედურებაზე, რომელიც უბედურებაც შემდეგ ტრაგედიაზე კიდევ უფრო მეტი დამწვარზე დუღარის დასხმა რო არის, რაც საქართველოში ტრადიციულად ხდებოდა და ხდება და ეს არ დამთავრებულა, ეს სამწუხაროდ ეს უბედურებები ქვეყანაში ახლა სოციუმში, ყველა სოციუმში შეიძლება მოხდეს რაღაცა უბედური შემთხვევა და რაღაცა ბოროტი ყველგან გამოერიოს და რაღაცა ტრაგედია ჩაიდინოს და არ აქვს მაგისთვის მნიშვნელობა გაჭირვებული ქვეყანა, დალხინებული ქვეყანა. აგერ კაცო გადახედეთ, თუნდაც ისეთ აყვავებულ ქვეყანაში, ნორვეგიაში გამოხდა ვიღაცა ჭკუიდან გადასული და 85 ბავშვი მოკლა კაცო, ახლა მაგიდან არავინ არ არის დაზღვეული, რომ არსებობს ჯერ საზოგადოება, რამე საზოგადოების ცხოვრებაში არ მოხდეს ის, რაც აქამდე არ მომხდარა, მაგრამ აქ ამაზე არ არის საქმე. აქ აბელ და კაინიდან რომ მოხდა მკვლელობა, მერე მიდის და კაცობრიობის მუდმივ თანმზდევი პროცესი არის კაცთაკლა, კაცო. მაგრამ აქ ამაზე არ არის საქმე. საქმე არის სხვა რამეზე, როდესაც სახელმწიფოს აქვს პრეტენზია, რომ ის სამართლებრივი სახელმწიფო არის და როდესაც საზოგადოებას აქვს ესა რა ქვია, პრეტენზია, რომ ის შემდგარი საზოგადოება არის და რო კითხვა ყოველ მეორეს, ალბათ ევროპელები ვართ და ევროპაში გვინდა და ევროპული აზროვნება და მარაზმი, ხო იცით ეს საერთოდ ხალხმა რო არც იცის ერთ ევროპა რას ნიშნავს და მსგავსი რაღაცები, მაგრამ აი რო კითხო, რომ მაღალი კულტურის და მაღალი შეგნების საზოგადოება ვართ. მაღალი შეგნების საზოგადოებას მაღალი შეგნება მოეთხოვება, მაგრამ საქმე იმაში არის, რომ ჩვენ არც ევროპელები ვართ და არც ის ქართველები ვართ, რაც ვიყავით. ვართ რაღაცა გიბრიდიზირებული საზოგადოება, რომელიც საზოგადოებასაც არც ზნეობა აქვს, არც მორალი აქვს, არც შავის და თეთრის განსხვავება შეუძლია და საერთოდ ცარიელი თავი ბევრს ხრიგინებს და საქმეზე რომ მიდგება, მაშინ აჩენს საზოგადოება მის ნამდვილ ჭეშმარიტ სახეს. ახლა იმდენი შესავალი რატო გავუკეთე ამ ყველაფერს? დღესდილას უბრალოდ პოსტი დავდევი ამდენი ხანი არ უწერდი ამ საკითხთან დაკავშირებით, რა ვიცი, გაუტყოფი ხალხის მეტი რა არის და ყველაფერს მაინც უკუღმა მერე მოგაბრალებენ და დაგაბრალებენ, რომ თურმე პოლიტიზირებას, რომელ პოლიტიზირებას მე უნდა ვახდენდე, რომელ პარტიას მე წარმოვადგენ და რომელი პოლიტიკური ამბიციები მე გამაჩნია, რომ რაც ის პოლიტიზირება მოვახდინო, რომელიმე თემის და აქედან პოლიტიკური ქულები მივიღო. მაგრამ რაც შეეხება საზოგადოებრივ ცხოვრებას, საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩარევის უფლება მეც გამაჩნია, სანაპირში სული მიდგას და ამ ქვეყნის შვილი ვარ და ამერის შვილი ვარ და ჩემი აზრის გამოხატვა მე ჩემი ძლია და აი ეს ბინძური მეთოდებით ხალხს უქმნით უხერხულობას, რომ თავისი აზრი გამოხატონ. ეს კარგად აპრობირებული, უშიშროების დამუშავებული ეს არის, რა ქვია, რომ მორალური პასუხისმგებლობა აქ კიდონ და ბევრი ამას ვერ გებულობს. ახლა ამ დაყროვებულ საზოგადოებაში მართლა ძნელია ახლა ვინმეს რაღაცა გააგებიო და 1000 იარლიკს მოგაწებებენ, ამიტომ დავიღალე სულ ამ იარლიკებთან ბრძოლით და ამით და უბრალოდ ვაკვირდები იმას თუ რაც ხდება. და როდესაც რაღაცა ძირითადი ამბავი მოხდება, მე ვაკეთებ ჩემს დასკვნას, რომ სხვანაირად არ გაიგოს ხალხი. გულისხმობ აი ამ უბედურებას და აი ამ ტრაგედიას. აი ამ საცუდავი ბიჭის მკვლელობას, ავალიანის მკვლელობას და საწყალი დედამისის ბრძოლას ამ მკვლელობის შემდეგ. გასაგებია, ხო? გასაგებია ის, რომ საზოგადოება არის, საზოგადოებაში არის ბოროტი, არის კეთილი, ნორმალური, არანორმალური და მოხდა ეს სოციალური ცხოვრებაში ეგეთი რაღაცა, მაგრამ და ამაში კონკრეტულად აი ამ საქმეში, რა თქმა უნდა, სახელმწიფოს და რეჟიმის რომელიმე უშუალოდ ჩამრევი პოლიციელი არავინ არ ყოფილა და გასაგებია ახლა მის პირდაპირი პარალელის გავლება ენუქიძის საქმესთან, გირგვლიანების საქმესთან არ შეიძლება, მაგრამ ბიჭო, მოხდა მკვლელობა, მოხდა, ხო? მერე როგორ იქცევა სახელმწიფო?
რა ის სახელმწიფო ინსტიტუციები, რაც არის გამოძიება, პროკურატურა, სასამართლო, სახელმწიფო ინსტიტუციების პასუხისმგებლობა მომხდარ ამბავთან დაკავშირებით რა არის? აი რომ გამოვარდება ეს ბიონაგავი ხალხი და შენ როგორ ადარებ გირგვლიან ის მკვლელობას, ის ნაცების დროს მოხდა, ასე მოხდა, ისე გაგცემთ პასუხს ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ბიჭო ელემენტარულს გეკითხებით. მოკლული, ყველა დროში მოკლულია და გამწარებული და ყველა დროში გამწარებულია და დამატებით უსამართლობა, რომელიც ამა თუ იმ ფორმით შეიძლება სახელმწიფო სისტემამ ჩაიდინოს, ეს იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო არის უარგისი. და ეს ქალბატონი ქუჩაში რატო გამოვიდა? რატო გამოვიდა? სამართლიანად რო არ მიმდინარეობდა მისი შვილის საქმის გამოძიება, ხო? თავიდან საერთოდ არავის დასჯა არ უნდათ. და საერთოდ დანაშაულებრობის შეუტყობინებას ეუბნებოდნენ, ხო? მერე გადააკვალიფიცირეს მუხლი, როდესაც დაინახეს, რომ გარდაცვლილის დედა არ ჩერდებოდა. მერე კიდე რაღაცა და ეს გამწარებული ადამიანი ქუჩაში რატო დგას? უხარია და იმიტომ დგას ქუჩაში დგომა? უსამართლობა ტანჯავს მის ოჯახს და უსამართლობა ტანჯავს პირადად მას. და ამის გამო დგას, ხო? და ხო კარგად იცით ყველამ, რომ ეს ასე იყო. ეს ადამიანი არაფერს არ იგონებს. არა აქვს მნიშვნელობა იქ საგამოძიებლო საკითხები იქნებოდა თუ ამწარებული დედის შვილის მიმართ ექიმების დამოკიდებულება და ასე ხლა ექიმების ყველას არ ეხება რა თქმა უნდა, მაგრამ ექიმების სინდისლამოსიანობაზე აგერ უზარმაზარი დოკუმენტური ფილმი მაქვს გადაღებული, ვისაც აინტერესებს ქართველი ექიმების დანაშაულებები და სისტემის დანაშაული საქართველოს მოქალაქეების მიმართ და სიცოცხლის ფასი საქართველოში როგორ ეკიდებიან ავადმყოფ ადამიანს და გაჭირვებულ ადამიანს და ასე შემდეგ. ხო? და გასაგებია მე ახლა ტექნიკურ დეტალებზე გამოძიების და ამის საკითხებზე ნამდვილად არ შევალ. ამ საკითხში ვიტყვი ერთ რაღაცას რა. ბიჭო არ დასრულდა ამ ქვეყანაში უსამართლობა, ტრაგედიები, გაუბედურებული ოჯახები და ის რაც სოციალურ საკითხთან დაკავშირებით და სოციალურ ამბავში მოხდა საზოგადოებაში, ეს ერთი მოვლენაა, მაგრამ გამოძიება, სამართლიანი გამოძიების დაწყება, გაგრძელება, მიყვანა, რომელშიც ჭირისუფალი და გამწარებული დედა არ უნდა ერეოდეს. ამას სამართლიანად სახელმწიფო უნდა იძიებდეს. ამას არ უნდა ჭირდებოდეს მიტინგები, აქციები და ასე შემდეგ. და გამწარებულ ჭირისუფალ დედას არ უნდა კონდეს კიდევ ის საფიქრებელი, რომ ჩემი შვილის მკვლელები და ამაზრზენ ჯერ როგორაა მომხდარი ეს მკვლელობა. ჩემი შვილის მკვლელები გარეთ არ დადიოდნენ დაუსჯელიო. არ შეიძლება ესეთი რაღაცა ხდებოდეს განუწყვეტლივ ქვეყანაში. და აქ არის ხელისუფლების და აქ არის სახელმწიფოს პასუხისმგებლობა და ვალდებულება საკუთარი მოქალაქეების მიმართ. სხვა რამეში ადამიანს სახელმწიფო რაში ჭირდება? თუ იმან არ დაიცვა მოქალაქე და თუ არ აწარმოა სამართლიანი სასამართლო და სამართლებრივი პროცესები ქვეყანაში. და ვინ? აი ელემენტარულს გეკითხებით, ხო? ხო ყველა ვიცით საქართველოს შვილ არ დამთავრდა ამ ქვეყანაში ბიძაშვილობა, მამიდაშვილობა, ჩემი თანაპარტიელობა, ჩემიანობა, სხვისიანობა, ასე შემდეგ და ათასნაირი უბედურებით უშლიდნენ ამ სამართლებრივ საქმეს, ხო? იქ მოკლულის ქვა ჭირისუფალმა ნახა. იქ გამოძიების მუხლის გადაკვალიფიცირება, ჩვენ ხო ყველამ კარგად ვიცით, რომ ესა უსამართლო ქვეყანა. ეს არის უსინდისო ქვეყანა, რომელ ქვეყანასაც ტრადიციად მოყვება ეს უბედურება, იმიტომ სამართალი არ დადგა ქვეყანაში. არ დგას ქვეყანაში სამართალი, არც შევარდნაძის დროს იდგა სამართალი. არც სააკოვის დროს იდგა და არც ამად დროს არ დადგა ხალხო სამართალი. და პრობლემა რაშია, იცით? ხალხის სისტემის და სამართლიანობის მიმართ კი არ იღებს ხმას და კი არ დგება. გამოდიან და გელაპარაკებიან პარტიული რაღაცა იმით, რომ ბენიაცების დროს ასე, ქოცების დროს ასე. ეხლა კარგად მომისმინეთ რა, თქვენ შობელძაღლებო. ეხლა მინდა მოგმართოთ იმ ადამიანებს,
რომელი ადამიანებიც რომ გეკითხათ სააკაშვილის დროს ქუჩაში იდექით და კიოდით და წიოდით დაისაჯოს გირგვლიანის მკვლელები. ჯერ ხო ეს წეული ხელისუფლება ამ ადამიანების სისხლზე მოვიდა და ყველას ენაზე ეკერა სამმიცვალებული ეკერა დანარჩენის ბედი მათ არ აინტერესებდათ. იმიტომ რომ მისმა მშობლებმა ასე იბრძოლეს და გაპიარდა რა ეს ტრაგედია გაპიარდა, უბედურება გაპიარდა და ყველას ჰქონდა ენაზე დაკერებული. ხო და გვეშობელძაღლებო, ახლა სადა ხართ? ახლა რითი ამართლებთ ამ ყველაფერს, რომ სახელმწიფო სისტემას არ მოუკლავს თურმე იმის, რა ქვია, შვილი ამ გაუბედურებული ადამიანის? მნიშვნელობა აქვს მშობლისთვის ვინ მოუკლავს შვილს? მე ელემენტარულ კითხვას გისვამთ. თქვენ როგორც მშობლებს, როგორც დედებს, განსაკუთრებით ამ უსინდისო ქალებს მოგმართავთ ბიჭო. თქვენთვის მნიშვნელობა აქვს შვილს ვინ მოგიკლავთ? თქვენი შვილი თუ მკვდარი იქნება, სახელმწიფო სისტემა მოგიკლავთ თუ ადამიანი მოგიკლავთ, უბრალო გამლელი ქუჩის, ამას მოკლული ხო მოკლულია. თქვენ ხო შვილმკვდარი დედა ხართ. და იქნებით, ღმერთმა დაიფაროს სულ ყველა. ღმერთმა დაიფაროს. და უსამართლობას სახელმწიფო სისტემა ჩაიდენს პიროვნება და მერე სახელმწიფო სისტემა დააფარებს უსამართლობას ხელს, რითი განსხვავდება ერთმანეთისგან. მერე და მეორე ისა მოკლედ არ მიყვარს რა ის ასე მოხდა ეს ასე მოხდა, მაგრამ რო წამოგიგიათ ენაზე და რო იძახეთ სახელმწიფო სისტემასო არ მოუკლიაო ისო რა ქვია. კი მაგრამ ახლა პოლიტიკურად ატეხავთ ერთ ამბავს, მაგრამ კი მაგრამ თემირლან მაჩალიკაშვილი სახელმწიფო სისტემამ არ ჩააკლა თავის სახლში? უიარაღო ბიჭი, უდანაშაულო ბიჭი საკუთარ სახლში არ მოკლა სახელმწიფო სოსო გოგაშვილის დაგეგმილმა სპეცოპერაციამ არ მოკლა სახელმწიფომ? არ იყო მკვლელი სახელმწიფო? პირდაპირ მე ახლა სხვა მკვლელობებზე კიდე არ ვლაპარაკობ რა, არ მინდა ამ ტრაგედიებით მართლა იმისკნო, მაგრამ ასე რამ დაგასირათ გვეშობელძაღლებო. და ყველაზე გულის ამრევი და ამაზრზენი პიარი, რომ თურმე თემირლან მაჩალიკაშვილი მერე ნაცებს შეეკრა და ეს გახდა. შობელძაღლო, ვინც ამას იძახი. შენ რო ვინმე მშვილი მოგიკლას და მკვდარ შვილს მერე ტერორიზმი რო დააბრალოს. და ათასი უბედურება და სიბინძურე დააბრალოს. ნაცმოძრაობას კი არა, შეიძლება ალ-ყაიდა შეეკრე იმისთვის, რომ შური იძიო. და ვინ უმტყუნებთ იმას? რა მოხდა, გამოვიდა ვინმე დასაჯა თავის დროზე გოგაშვილი და დასაჯა იმ სპეცოპერაციის დამგეგმავები და შემსრულებლები? შემსრულებელი ყველაზე ნაკლები დამნაშავე იყო, იმიტომ რომ სპეცრაზმს მისცეს ის დავალება, რომ იქ შეიარაღებული ტერორისტი იყო და მისთვის ის რობოტია და რო შედის იმაზე, მისთვის პირველი ის არის საკუთარი თავის და თანამებრძოლების უსაფრთხოება, მაგრამ ვინ მიცა ეს ყალბი ინფორმაცია? ვინ დაუგეგმა სპეცოპერაცია ასე? რატო არავინ არ აგო პასუხი? გოგაშვილი მერე დაიჭირეთ თქვენ საქმეებთან დაკავშირებით, თუ არა მაგ საქმესთან დაკავშირებით არ დაგიჭერიეთ. რითი განსხვავდება? კი რა, უფრო უბედური და უარესი თუ არა გირგვლიანის მკვლელობით. ისინი ქუჩაში მაინც დახოცეს და ეს სახლში მოუგალით. და აყურებიეთ მამას და დედას და ლიმონკები დაუწყვეთ და იარაღი დაუწყვეთ თქვენი ბინძური საქმის გასავალ. როგორი ამორალური უნდა იყო ადამიანი. როგორი უსინდისო ხორი უნდა იყო ადამიანი, რომ შენი პარტია ახლა ხელისუფლებაში და შენ პარტიას ასე აწყობს და გამოხვიდე და ადამიანის ტრაგედიაზე მე ასე იძახო და ისე იძახო. აქ არ არის თემირლან მაჩალიკაშვილის მამის მერე პოლიტიკურ მოღვაწეობაზე საუბარი, შვილი მკვდარი მშობელი უკვე მკვდარი მშობელია, ძორია ის დადის მოსიარვლეთ იმას აფელი აღარ ახარებს ყურებაში. მე უამრავი შვილი მკვდარი მშობელი მინახია, მათთვის არაფერი არ არსებობს გარდა შვილის საფლავის. და ბრძოლა უსამართლობის წინავე, ვინც შვილი მოუკლა ის რომ დასაჯოს. ახლა მინდა მოგმართოთ აი ამ ესე იგი რატოა იცით? ყველგან რო პოლიტიკა არის შემძროალი და ყველგან რო სიბინძურე ტრიალებს, აი რა დამავიწყებს, მაშინ საქართველოში ვიყავი, როდესაც ხორავას ქუჩის ტრაგედია მოხდა და ახლოს ვიყავი იქვე 1-2 ქუჩის იქეთ ვიყავი
მაშინ პატარა რაღაცა ჩვენი სერვისი ქონდა და გავიგეთ ეს ამბავი რო გვერდით მოხდა და გავიქეთ სიცოცხლით ჩასაბარებლად ამ საწოდავი ბავშვების ტრაგედიასთან დაკავშირებით. კაცი შვილი არ მოსულა იქ. კაცი შვილი არ მოსულა, იქვე გვერდით ფილარმონია იყო და იმ ფილარმონიაში ტაშფანდური ჰქონდათ გამართული. მერე რო ქუჩაში იყო ამდენი ხალხი გამოსული. პლაზმა სისხლი, რომელიც დაჭრილს ჭირდებოდა, იმის დეფიციტი შეიქმნა. იქ იყო ერთი 15 ადამიანი, ვინც ასე გაიგო და მივიდა თუ არა. და არც ერთი არ იყო ესე რა ქვია ეს ნაგავი არ ვიცი ცნობადი სახეები. ну ერთს არავის არაფერს არ უკარგავ მეც შემთხვევით გავიგე ლალი მოროშკინა იყო ერთი რომელსაც თავისი სტატუსი ჰქონდა დაწერილი და აი აქედან გავიგე მეც მაგ ტრაგედია და ის იმყოფებოდა იქ დანარჩენი არავინ არ მოსულა და არავინ არ მოსულა იქ არ უნდა დაუკარგო ადამიანს ვინც რას აკეთებს და მერე ამ ბავშვების ტრაგედიაზე უზარმაზარის მოაწყვეს იმაში რა ქვია რუსთაველზე შვილმკვდარი დედების გამოფენა და პოლიტიკას აწარმოებდნენ ვითომ ძალიან ადარდებდათ ხო გახსოვთ ეს კუპრავა და მთელი ეს სანაგვე და ეს კადა ისინი რო წიოდნენ და რო კიოდნენ იქ აი ასე ხდება უბედურება საქართველოში და ამ უბედურებაზე ხელის მოთბობა და მე აქ საზოგადოებას ეს წამოგებული ენაზე და ლაპარაკობს და ტლიკინობს და ახლა არც მინდა იმაში შევიდე დისკუსიაში იმ ზოგიერთ ნაგავთან, რომელი ნაგავიც ამ ამბავს მართავს აქ. და მინდა მოგმართოთ ერთი ვის, იცით? ახლა გინდა გეწყინოთ, გინდა გეტკინოთ, გინდა ასე იყოს, გინდა ისე იყოს. ბიჭო, ჯერ ერთი საქართველოს როა და უღმართი სისტემა მართავს აქ არის გაპიარებული მიცვალებულების ტრაგედიები და აქ არის გაუპიარებელი ტრაგედიები და მე სხვას არ უყურებ. ამიტომ ამ გაპიარებული ტრაგედიების მშობლები, რომლებიც გამოდიოდით და მე პოლიტიკაში რო ერეოდით პირდაპირ, ამიტომ ვამბობ რა. პოლიტიკაში რო იყავით ჩარეული. სად ახართ ახლა თქვენ? რო აი სიცოცხლეს იცავდით და რომ აი სისტემამ დაგჩაგრათ, რომ ამ სისტემამ გადაგიარათ და მხოლოდ მარტო ბატონი ბიზნესი გჯეროდათ. ხო, იცით, ახლა ვიზეც გეუბნებით, ხო? ხო, გეუბნებით, ახლა იმიტომ ვამბობ ამ ყველაფერს, რომ მე პოლიტიკაში გაერიეთ და თქვენი ტრაგედია, თქვენი ოჯახური ტრაგედია, კი ბატონო, ტრაგედია იყო ნამდვილად და გახდა მაგ დამპალი პოლიტიკური პარტიის ესა რა ქვია, არსებობის ჯერ მოსვლის და მე არსებობის ერთ-ერთი გენერატორი. რატო არის? რატო არც ერთს არ გეყოთ სინდის ნამუსი? და რატო არც ერთს არ გაწუხებთ სინდის ნამუსი? რომ მიხვიდეთ, როგორც მოკლული შვილის დედასთან და მხარდაჭერა გამოუცხადოთ. რატო? არ გაძლევენ უფლებას თუ თქვენ თვითონ არა გაქვთ მაგის სურვილი. არაპოლიტიკური მიზნებით ისე როგორც შვილმკვდარი დედა შვილმკვდარ დედას და შვილმკვდარი მამა შვილმკვდარ დედას. რატო არა გაქვთ? რატო მე ვერ ხედავ ამას? ჩვენ ხო როცა დაგჭირდება მიუბრუნდებით ჩვენ ეროვნულ ცნობიერებას და ისტორიას და იმას რა ქვია კულტურას და ლიტერატურას და გავიხსენებთ რომ ჩვენ ვართ თურმე ვეფხის და მოყმის ქვეყანა სადაც შვილმკვდარი დედა ამბობს წავიდე მეცის ვიტირო სამძიმარ უთხრა შვილისა იქნება ვეფხის დედა ჩემზე მწარე დატირისა. თქვენ ვეფხვის დედასთან მიმსვლელები ხართ კი არა? აგერ გამწარებული ადამიანი დგას ქუჩაში და ამდენი ხანია უსამართლობას ებრძვის და ელემენტარული იქ არ მისულ ხართ. პოლიტიკური რაღაცა აქტივობები რო არის ვენებს იჭრით და დარბიხართ. იმსახურებთ და იმიტომ გელაპარაკებით ასე. იმსახურებთ. და ეს არის ყალბის სოლიდარობის ქვეყანა. ეს არის უსინდისოების ქვეყანა, ეს არის უნამუსოების ქვეყანა. ის ხალხი სად ახართ? ის ხალხი სად ახართ თუ თქვენ პოლიტიკა და სიბინძურე რო გუშინ წინ ვიღაცა ირანელს რო დატიროდით. აკოთებული რო ქონდა მთელი Facebook-ის გვერდი. ვაიმე ამ ბიჭს კლავენ. ვითომ რო ვიღაცა ირანელი გადარდებდათ და აგერ გამწარებული დედა ანგელოზივით შვილი ქართველი ბიჭი ყავს მოკლული უსამართლობიდან იტანჯება და ეს უსამართლობა თქვენ არ გეხებათ. აი ესეთი ყალბი ქვეყანაა საქართველო.
და ესეთი ყალბი ადამიანებითაა გავსებული სინამდვილეში სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი. მერე ერთმა ორმა დამიწერა იმაში, რა ქვია, კომენტარებში, რომ მე კი მივალო, მაგრამ თვითონ სად იყო იმისო, რა ქვიაო, გირგვლიანების იმაზეო, რა ქვია, ამბავზეო, მაგეო მასწავლებელი იყო, იქ რო ყოფილა მასწავლებელი ვერ იქნებოდა. ძალიან პრიმიტიული და ერთი არავის არ ჭირდება ესეთი ადამიანების იქ მისვლა. ეს ერთი. არავის არ ჭირდება. სუფთა სამართლებრივი და ზნეობრივი საკითხიდან გამომდინარე ვლაპარაკო. თუ არა მე არ ვიცნობ არც მის დედას, არც მის ძმას და არც მის ბიძებს. ერთი იმის თქმა შემიძლია, როგორც ისინი იქცევიან, ეს არის მაღალი ზნეობრივი და მაღალი კულტურის და ქართული აზროვნების და შეგნების ადამიანების აქციები. და მერე და მეორე თქვენ რა იცით? იყო მისი დედა, იყო მისი мама, იყო მისი ბიძები იმ გირგვლიანის ამბავზე თუ არ იყო? თუ ამას იძახის ისეთი ადამიანი, რომელიც თვითონ აქციაზე დადგება და selfs გადაიღებს და Facebook-ზე ატვირთავს. No. Blijft u nog lang zitten, meneer? No, do you stay here for a long time? No. Summertime. Go away. What's wrong? Thank you. Sit down. Thank you. What's it, darling? და იდ რა იცით თქვენ იყო თუ არა მისი мама და ბიძა და დედა ერთი ბიჭო რო არც ყოფილიყო მისული იქ თავი დაანებეთ ყველაფერს ამ დროს მაინც არ უნდა ამბობდეთ ამას იმიტომ ესა ჭირისუფალზე შანის მოგება და ჭირისუფლის ტრაგედიაზე დაცინვა არის ეს ყველაფერი აი ასეთი ამორალური საზოგადოება გამოდის მერე და პრეტენზია აქვს ამ ამორალურ საზოგადოებას ქართველობაზე, ზნეობაზე, მორალზე, შეგნებაზე და ასე შემდეგ. სამარცხვინოა ყველაფერი რა. იმდენი რამის გახსენება შემიძლია და იმდენი რამის თქმა შემიძლია, ხო? რო აკვირდები მერე რა აზრი აქვს? რა აზრი აქვს? იმიტომ რომ ეს არის პოლიტიზირებულად, პოლიტიკით დაავადებული ავადმყოფი საზოგადოება, რომელიც ავადმყოფ საზოგადოებასაც პირველ რიგში ინტერესი გააჩნია აბსოლუტურად ყველა საქმიდან პოლიტიკური. იქ რომ მივიდეს, მერე პარტიაში არ გამოჩნდეს სხვანაირად. მერე ისე არ აღმოჩნდეს, რომ თურმე ქოცების წინააღმდეგ გამოვიდა იმ მიტინგზე მისვლა. ის შვიმკვდარი დედა, არავის არ იდარდება. აი ასეთი ყალბი და ესეთი ბინძური ადამიანებითა სავსე აი მე გაჩვენებთ რამოდენიმე უბრალოდ სკრინი ამოვიღე რა იმ კომენტარებიდან რომელი კომენტარებიც იქ იყო აგერა კრიმინალურმა სააკიანმა ამდენი მოკლა რა შუაშია სააკიანი დღევანდელ ტრაგედიასთან რა შუაშია ელემენტარული კითხვას ვსვამ კი სააკაშვილის დროს მის მერე ყველაფერი ეს უბედურებები მოხდა და ამას არავინ არ უარყოფს მაგრამ როგორ მოიქცა სისტემა მე უკაცრავად კითხვა გამაჩნია თქვენთან და ასეთ კომენტარებს ვინც წერთ და მინდა დაგისვათ თქვენ გაიხალხო ხო ვერ გამახსენებდით შემთხვევით სად იმყოფება გირგვლიანის სასამართლოს მოსამართლე ხო ვერ მეტყვის ვინმე სად წავიდა ეს კაცი ვინმე პასუხი მოთხოვა იმის გამო გირგვლიანის კვლელებს რომ ასეთი ჰუმანური სასჯელები შეუფარდა ვინმე გაანთავისუფლა თანამდებობიდან თუ რა მოხდა ეგერ ხო არა შემთხვევით უადოდ გამწესებული და
რეფორმირებული წულუკიანის და ივანიშვილის რეფორმირებული სასამართლოს სახეთ ხო არა უადოდ. შემთხვევით მე ისევ ამბობ, იქნება და მეშლება და არა ასე. სად არიან გირგვლიანი საქმის პროკურორები, გამომძიებლები? სადაა ეს ხალხი? სადაა ეს ხალხი? ყველა დაწინაურებული ხო არაა და ყველა კარგად ხო არაა შემთხვევით. მე მგონი ყველა კარგადა და ყველა კარგად ძღება. და აი იმ ჩამონათვალში მკვლელების ის რო გაქვს, მოკლულების სია რო გაქვს. ჩამოყალიბებული იქ მათ შორის ერთი შავაძის საქმეც არის, რომლის მკვლელებით სახელმწიფო სისტემაში გემრიელად იყვნენ სიკვდილიდან 13 წელი შემდეგ კიდე. 2008 წლიდან 2023 წლამდე უფრო მეტი. 15 წელიწადი. და მხოლოდ ახლა გაახსენდათ, რომ თურმე დამნაშავეები იყვნენ. აი, ასეთი ამორალური ხალხი ხართ თქვენ. აი, ასეთი ამორალური ადამიანებითაა დაკომპლექტებული დღევანდელი ხელისუფლება და მათი მხარდამჭერები. ვინმე არ გაბედოს და ვინმე სისტემის დღეს ჩვენი დროა. დღეს ნაცების დრო, კი არა, დღეს ჩვენი დრო არის და როგორ შეიძლება ჩვენი გამოძიების, როგორ შეიძლება ჩვენი პროკურატურის, როგორ შეიძლება ჩვენი სასამართლოს წინაშე წავიდეთ, კაცო. ახლა ყველაფერი კარგადაა. არ არის ყველაფერი კარგად. და ყველაფერი ეს უბედურება, რომელი უბედურებაც ტრიალებდა ქვეყანაში, ხელუხლებლად არის დარჩენილი. მე როდესაც მქონდა წლების წინ მიწვეული ვიყავი ხუზმიაშვილის გადაცემაში, ამ წლების წინ მქონდა მაშინ მე საუბარი და ეს ნაძირალა ერთი სევდია უგრეხელიძე მიჯდა და ჭყვიკია, ახლა ის ჭყვიკია დაჭერილია შიგევროპელობისთვის თუ რაღაცისთვის. ხო? მაშინ დაუსვი კითხვა. და უთხარი რომ სასამართლოს და პროკურატურას, რომელსაც ქონდა 99.7 გამამტყუნებელი განაჩენები გამოტანილი საქმეებთან დაკავშირებით, რომელიც 37 წლის საბჭოთა ტროიკის რეკორდს ხსნიდა ბევრად თან. ეს არის სისტემა და ზუსტად ეს არის პრობლემა. ზუსტად ეს წარმოადგენს პრობლემას. ხო და მაშინო თელიო ნაგავიო ივანიშვილმა დაიტოვა და სისტემა არის პრობლემა მე. ეს სისტემა არ გასამართლებულა. ეს სისტემა არსად არ წასულა. ეს სისტემა ბიძინა ივანიშვილმა და მისმა დამპალმა ქოცობამ შეინახა, შეიფარა, ჩაიხუტა და ეს სისტემა მართავს საზოგადოების ცხოვრებას და ამიტომ არის ჩვენი ქვეყნის ცხოვრება ავსებული ამდენი ტრაგედიებით, ამდენი უბედურებებით, ამდენი უსამართლობებით. მე გეტყვით, საქართველოს და ჩვენი ერის და ჩვენი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევა და მთავარი პრობლემა არც ოკუპაცია, არც ეკონომიკური სიდუხჭირია, ესენი არ არის. მართლა გეუბნებით, ამას გეუბნებით გულახდილად. ამ საზოგადოებას აქვს ორი ძირითადი პრობლემა. პირველი, წლების მანძილზე შექმნილი, ჩამოყალიბებული, აყროლებული დამპალი სისტემა, რომელიც სისტემაც 92 წლიდან შეიქმნა და დღემდე მოქმედებს და ანადგურებს ეს უსამართლობა ქვეყანას. და მეორე, ამ დამპალი აყროლებული სისტემის მხარდამჭერი ადამიანები, რომელი ადამიანებიც არიან მოყოლებული შევარდნაძის დროიდან, ჯერ შევარდნაძის მხარეს, მერე სააკოვის მხარეს, ახლა ბიძინას მხარეს, ხვალზე ვიღაცა მოვა კიდევ იმათ მხარეს და სისტემა იქნება გემრიელად. სანამ ეს არ დამთავრდება, სანამ უსამართლობა არ დამთავრდება საქართველოში, საქართველოს არასდროს არაფერი არ ეშველება. და ასეთი დამპალი და აყროლებული საზოგადოებით, აი მაგალითად კიდევ ერთი კომენტარს გაჩვენებთ რა, გული აგერევათ რა. აი მაგალითად ესეთი აყროლებული არსება, რომელიც ამ უბედურებაში და ამ კატასტროფაში გეუბნება, რომ შენ მიშას ხელისუფლება მოგენატრებაო, რა შუაშია ეს ყველაფერი.
თავს მამადლის, რომ თვითონ აგდია ხელისუფლებაში, თვითონ იღებს ხელფას, აკეთებს უსამართლობას, ჩადის, ანადგურებს ქვეყნის ახალგაზრდობასაც, უფროსთაობასაც, usამართლო წესრიგს ატრიალებს ქვეყანაში და მამადლის თავს, რომ თურმე მიშასავით ხისტი არაა, რომ გვაწამოს და ხოცოს და ის გვიქნას. ამ ქვეყნის მთავარი პრობლემა არის აი ეს ორი რაღაცა. უსამართლო სისტემა და ამ სისტემის მხარდამჭერი ადამიანები. იმიტომ რომ ეს სისტემა კვებავს ამ აყროლებულ ხალხს. ამ სისტემიდან არის ეს ხალხი დასაქმებული ჯერ პარტიაში, მერე ადმინისტრაციულ სამსახურებში, უშიშროებაში, ძალოვანებში და ასე შემდეგ. და ამ სისტემიდან გამოკვებილი და გამომძღარი ადამიანები, რომლებმაც იციან, რომ თუ სისტემას ემსახურებიან, მართალია მონები იქნებიან, მთელი მათი ცხოვრება და ჩმორები იქნებიან, მაგრამ შიმშილით არ მოკვდებიან და მათი უჯიშო შთამომავლობაც ამ სისტემის მსახურებად გაიზრდებიან. აი ესაა პრობლემა. და ჩვენ თუ ველოდებით იმას, რომ ხალხი როდის აღდგება, ძალიან არასწორი მიდგომა არის, იმიტომ რომ მისით არაფერი ხდება და რაც დრო გადის, უფრო და უფრო მრავლდება აი ამ დამპალი იდეოლოგიის და დამპალი სისტემის მხარდამჭერები და ადამიანები, ვიდრე სამართლიანობის, ვიდრე სიმართლის, ვიდრე კანონიერების მომხრე ადამიანები. ასია ეს. იმიტომ რომ ეს სისტემა ზრდის ისეთ ქვეწარმავლებს, როგორი ქვეწარმავალი ახალგაზრდობაც ჩადის ასეთ დანაშაულებს. მკვლელობაა და მკვლელობაც, ხო? ადამიანი შეიძლება ურავინ უიტყვის, ყველა ადამიანში არის ჩასაფრებული კაინის სული და არავინ არ იცის რა დროს ვინ შეიძლება რა გააკეთოს და რამ გამოიყვანოს ადამიანი წყობიდან. რასაც მე შეიძლება მთელი ცხოვრება ინანოს და იმ ციხეში კიდე ყველასთვის დევს ერთი აგური. ყველასთვის რო ერთი აგური დევს, შეხედეთ ახლანდელ ციხეს და მიხვდებით, რომ მიშად დაწყებული ღარიბაშვილით დამთავრებული იქანე ყრიან. ახლა ისთვის ყრიან არ აქვს დიდი მნიშვნელობა კონკრეტულ ამ მომენტში, მაგრამ იყრიან. ყველასთვისა იმ ვირის აბანოში ისა. ურავინ უიტყვის, რომ იქ არავინ არ მოხდება და ვინმეს რაღაცა არ შეემთხვევა, მაგრამ ბიჭო, არსებობს ამასაც ყველაფერს თავისი სახელი ქვია. ამასაც გააჩნია თავისი ფორმა. როგორ მოკლეს. მერე მიცვალებულს როგორი შეურაცხყოფა მიაყენეს. არ იყო იმ წუთში მიცვალებული, მომაკვდავ ადამიანს. ამას რო წაიკითხავ, ეს რო ახალგაზრდა ადამიანის ტვინში მოიხარშება. და ეს არ არის 1, 2, 3 ჯგუფური დანაშაულია, ხო? იმ წუთში გიჩნდება კითხვა, რა სოციუმმა აღზარდა ეს ასე გაბოროტებული, არაფრის გამო გაბოროტებული ახალგაზრდები. აი რა სად გაიზარდნენ, ვინ გაზარდა, ვინ ჩამოუყალიბა ასეთი ზიზღიანი დამოკიდებულება მეორე ადამიანის მიმართ. ეს არ არის აფექტური მკვლელობა, ეს არის დაგეგმილი მკვლელობა, ჯგუფური დაგეგმილი მკვლელობა, განსაკუთრებული სისასტიკით და სისასტიკეს დამატებული ცინიზმი. ასე ბიჭო, იმას არ მოექცევი ადამიანი, რა ქვია, შენი ქვეყნის დაუძინებელ მტერს. მოკლავ და ბოლო-ბოლო ქრისტიანი ადამიანი ხარ და მოკლუს საფლავს გაუთხრი და დამარხავ იმასაც. ასეთი სასტიკი ახალგაზრდობა რომ მოდის, ასეთი სასტიკი ადამიანებით რო არის ავსებული ქვეყანა, რის იბრალია, საიდან მოდის ეს ხალხი? გნებავთ იმ ხორავას ქუჩის მკვლელობა აიღეთ, ასე ერთმანეთზე გაბოროტებული ახალგაზრდები, რომლებიც 40-45 ჭრილობას აყენებენ იმას, რა ქვია. ვითომ 2 და 3 არ ეყოფა ადამიანს, მოკლა თუ გინდა მოსაკლავად. საიდან მოდის, იცით? სკოლა, ოჯახი, საზოგადოება. აღარაა ეს საზოგადოება ქრისტიანი. აღარ აინტერესებთ ამათ ქრისტიანული მორალი, არც სკოლაში, არც ოჯახში, არც საზოგადოებაში.
აქ ხო სინდისის თავისუფლება, ათეიზმი, გაგანია, აქ ხო სეკულარული სახელმწიფოა. ხო და ეს სეკულარული სახელმწიფო ზრდის აი ესეთ მოქალაქეებს. ეს რა სისტემა, რომელიც სისტემა ზრდის გაბოროტებულ ადამიანებს. ბავშვობიდან გაბოროტებულ ადამიანებს. რომლებიც მე გაიზრდებიან და როდესაც ისინი მოვლიან მე ქვეყნის სათავეებში, აი იმ ბოროტებას მერე და მერე რო განვანთხევენ, მერე და მერე ნახავთ. ასე არის, უღმერთო საზოგადოებას, ურწმუნო უღმერთო საზოგადოებას არა აქვს მომავალი. არა აქვს მომავალი, მას მხოლოდ ერთმანეთის დაჭმა შეუძლია. მე არავის ვეუბნები, რომ რატო არა მუხლებზე გადამკვდარი მლოცველი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ მე თვითონ არა ვარ ეგეთი რიტუალების შემსრულებელი და მე თვითონ არა მიმაჩნია თავი ეგეთ მორწმუნეთ სხვას როგორ უნდა უთხრა ის რაც შენ არ ახარ ბიჭო მაგრამ იმისი არისო ღმერთიო თუ არსებობსო მისი რწმენა შენ არაფერს არ დაგიშავებსო ცუდსო შენთვისო შენ თუ გჯერაო რომ ღმერთი არ არსებობსო მაგრამ მაინცო ცდილობო დაისვა ღვთის კანონები ეს შენ ცუდს არაფერს არ მოგიტანსო მაგრამ თუ არსებობსო მაშინ თლათ უბედურათაა შენი საქმე იმიტომ რომ აქაც არასწორად მოიქცევი და იქაც არასწორად მოგეთხოვება პასუხი მინიმუმ ამითი მაინც გაზარდე ადამიანი რომ ბოროტი არ გაგეზარდოს არ გვინდა ეკლესია, არ გვინდა სარწმუნოება სკოლაში. ჩვენ სეკულარული სახელმწიფო ვართ. ჩვენ არ გვაინტერესებს ახლა მაგრამ რა უნდა ელაპარაკობდეს ეკლესია ესენი არ არიან კაცო. საპატრიარქო შეთავაზეს რომ იყოს სახელმწიფო რელიგიად გამოცხადდეს ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა და თვითონ ამათმა განაცხადეს უარი, რომ სახელმწიფო რელიგიას წარმოადგენდეს მართლმადიდებლობა ქვეყანაში. ახლა მარტო ამათ რა უნდა ელაპარაკო, იქეთაა სალაპარაკო. მაგრამ აი ასეთებს მივიღებთ. ჩვენ ტრაგედიები წინა გვაქვს. ქართული საზოგადოება ტრაგედიებს წინ და წინ ეს კიდე ეს ჯერ ყვავილებია. ყვავილებია ეგ ყველაფერი. უბედურება წინ ელოდება ამ საზოგადოებას. ასეთი უსიყვარულო, ასეთი გამმეტებელი, ასეთი ავადმყოფი და ეს ავადმყოფობა რომ ყველაფერში ვლინდება. დაწყებული სოციალური ქსელიდან დამთავრებული საზოგადოებრივი ცხოვრებით, როგორ ეზიზღებათ ხალხს ერთმანეთი. როგორი აგრესიულები არიან ელემენტარული განსხვავებული აზრის გამო მზად არიან შეჭამონ თავისიან. როგორი პოლიტიზირებული, როგორი ავადმყოფი არის ერიქცეული. გამოვა ვინმე მეტყვის და მე აყენო ახლა ერს რატო აყენებ შეურაცხყოფს. დღევანდელი ქართველობა ეგეთ დღეშია. აბა ვინა ეს დღევანდელ ქართველობას რო შეხედავ, ესაა რუსთაველის ერი? ესაა ილია ჭავჭავაძის ერი? ესაა გაგიწერეთელის ერი? ესაა ვაჟაფშავ, ესაა სტუმარ მასპინძლის ერი? ესაა ვეფხის და მოყმის ერი? ესაა ბიძინას და მიშას ერი? და ჩემია შენიას ერია? გამიშვი გაგიშობს და ერთმანეთის ლანძღვის და გინების ერია? და არ უწერია ამ სოციუმს დიდი ხანი. მე გეუბნებით ამას. არ შეიძლება რომ ასეთმა სოციუმმა იარსებოს და გაიხაროს. ამ სოციუმს მტერი არ ჭირდება. ესენი ერთმანეთს თვითონ შეჭამენ. არ ვიცი. ალბათ ბევრი გამოვა და ახლა იტყვის რომ ასე არა და ისი არა და აბა როგორა? აბა როგორა? აბა როგორა? არა ასე? აი იმ დროში ასე ხდებოდა, ამ დროში ასე ხდებოდა. ახლა რო 90-იანი წლები დადგეს, ის 90-იანი წლების ბნელი და ტკბილი 90-იანი წლები, რომელიც ჩვენ გვენატრება, არა მარტო იმიტომ რომ ჩვენი ბავშვობა იყო და რაღაცა, იმიტომ რომ ხალხი ერთმანეთთან მეტი თბილი იყო, მეტი ჰუმანური იყო, ერთმანეთის გატანა შეეძლოთ, ლუკმას ერთი მეორეს უტეხავდით და ერთმანეთის ტანსაცმელებში ვიზდებოდით და ერთმანეთის იმითი რა ქვია შეშა იქნებოდა თუ ლუკმაპური იქნებოდა ერთმანეთს და ისე გამოვიარეთ 90-იანი წლები. ისე გამოიარა მაშინდელმა ქართველობამ და მაშინდელმა თაობამ ის წლები. დღეს რო 90-იანები დადგეს, ბიჭო ერთმანეთს შეჭამენ. გაიხსენეთ კორონავირუსი მოხდა და გამოზიდეს მაღაზიები და გამოზიდეს თუ რამე იყო გამოსაზიდი სხვა ვის ახსოვდა კაცო.
ერთი რაღაცა პოლიტიკური ვირუსის გამო ტუალეტის ქაღალდი არ დატოვეს. ჩასრულები გარბოდნენ და ამ ხალხს ახლა რომ ამ ხალხს რომ ის წლები იმ წლებში აცხოვრო ეს ხალხი ისინი იქნებიან ჩვეულებრივი ვამპირები. და კიდევ ერთხელ მინდა რა ხაზგასმით ვამბობ რა. აი ეს ხალხი რომლებიც ვითომ ხარს უჭერდით უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას დღეს სადახართ შემძრვალები. რატო არის ეს ადამიანი? კი დგას მის გვერდით, მისი ოჯახი დგას, მისი ახლობლები დგას. ბრძენი ხალია ის ეთყობა. მე ვერ უსმენ სიმართლე გითხრათ, ერთადერთი რაც ყველაზე მეტად გუნავს ცხოვრებაში არ ვარ სუსტი ადამიანი, ბევრი რაღაცა მინახია, მაგრამ ვერ უსმენ არ შემიძლია შვილმკვდარი დედის გლოვის ზარის მოსმენამ გუნავს და ვერ უსმენ, მაგრამ რაღაც ეპიზოდები მაწყდება ძალიან განათლებული, ძალიან სიგვგონებიანი ადამიანი არის და ძალიან დიდი კულტურის ადამიანი არის და რასაც უსმენ რომ როგორ მიყვება, როგორ არავის არ იკარებს. იქ მთელი ეს სანაძირლეთი, ეს აყროლებული ხალხი, ვინც მის უბედურებაზე პოლიტიკის აგებას აპირებდა დაწყებული იქ ელისო კილაძით და გაგრძელებული სხვა იმით ყველა მოიშორა, ყველა ეშმაკისკენ გაუშვა. არავის არ გამოაყენებიებს ის მისი შვილის ტრაგედიას. არ არის ის ავადმყოფი, რომელ ავადმყოფებსაც ნაჩვევი არიან ქართულ საზოგადოებაში. რა აქვს იმ ადამიანს დარჩენილი ცხოვრებაში? ერთი შვილი ყავს დარჩენილი და მეორე გარდაცვლილი შვილის სამართალი. იმას არავინ უკვირდება, რომ ასე უსამართლობა რო გაგრძელდეს, ვიღაცა მოკიდებს ხელს ბოლო ადრე თუ გვიან იარაღს და სამართალს თავისი იმით აღადგენს, რაც არ უნდა აშინოთ და რაც არ უნდა იმასკნათ, მით უმეტეს აღარ მინდა ეხლა დეტალებში ჩავიდე რა როგორ და რანაირად. უსამართლობამ ასე იცის. კი, მიშას დროსაც ეგონათ ასე რომ რა მოხდა ვიღაცის შვილის მკვლელს გაამართლებდნენ და გაუშვებდნენ. არ მინდა ეხლა დავასახელო სახელი და გვარი იმ ადამიანის, მაგრამ ვისაც შვილი მოუკლეს, მერე ის გამწარებული მამა დახვდა და აი რუსთაველზე ერთი ომი იყო და იქ დააკლა მშობლის წინ მოკლა მისი შვილის მკვლელი და გაიქცა ქვეყნა, ამით აღადგინა სამართალი. ყველა კი არ შეგუებია იმ სასამართლოს, რომელიც სასამართლოს ჰქონდა იმ. უბრალოდ ასეთ ფაქტებზე საუბარი არ ხდებოდა. და ხვალ და ზეგ იგივე მოხდება. ქნა მართლისა, სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლათო. მით უმეტეს კავკასია ეს და არა მარტო ქართული ცნობიერება არის და არა მარტო ეს საერთოდ კავკასიური ცნობიერება ასე არის. სირცხვილია ეგ ყველაფერი, იცით? აი მე ვისი სადახართ ბიჭო, სადახართ ეს შვილმკვდარი მშობლები რა. რატო ვერ ხედავ Facebook-ის დონეზე ვერ ხედავ იმას რა გვია სოლიდარობას ამ ადამიანის მიმართ. არ გაგიბრაზდეთ ბიჭო, ბიძინი, არ გაგიბრაზდეთ. სამარცხვინო საზოგადოება გახდა რა. გული დაგეწვევა და უსუსურობა მოკლავს. ეგა რა. ეგა გადარჩენილი საზოგადოება და ესა ჰუმანიზმის მამის და იმისი წმინდა სამების ამშენებელი ბატონი ბიძინას შექმნილი რეფორმირებული სასამართლო პროკურატურა და სოციუმი, რომელსაც აი ესე კეთილად მართავს, აი ესეთი ახალგაზრდობა გაზარდა. ესეთი სასამართლო და საგამოძიებლო რეფორმა შექმნა. ასეთი საზოგადოებრივი ცხოვრების წესი დააყენა ქვეყანაში, მაგრამ ომი ხო არა? ხალხო, ომი ხო არა? ქალბატონო ციცო, გეთანხმებით, ადამიანი, რომელიც იბრძვის სამართლიანობისთვის, იგი სხვისი შვილებისთვისაც იბრძვის. იმიტომ იმას შვილს ვერავინ აღარ გაუცოცხლებს, ქრისტე ღმერთის გარდა. და არც პირველი შვილმკვდარი დედა და არც უკანასკნელი არის.
მაგრამ არ უნდა ამ ხალხს. არ უნდა ამ ხალხს გონია რომ მათ ეზოსთან კუზიანი აგლები არ დაიჩოქებს არასდროს. სხვის ეზოსთან დაიჩოქებს მარტო. ვისთანაც დაუჩოქია და არ ხდება ასე. ამ სისტემის შემქმნელების ოჯახებთან დაიჩოქებს პირველ რიგში. მონანიება საქართველოში გადაიღეს. და კარგათაა იქ აღწერილი თუ ვინც ჩადის ბოროტებას როგორ უბრუნდება ის მერე შვილზე და შვილიშვილზე. გამოხედვა არ მოგინდება რა ქვეყანაში რა. აი რამდენი რამის თქვა მინდა და უბრალოდ ზოგს არ ვამბობ, ზოგს ვერ ვამბობ, ზოგს ისე, ზოგს ასე. მოკლედ ძალიან ცუდ დღეში არის რა. ძალიან ცუდ დღეში ვართ რა. ძალიან ცუდ დღეში ვართ და პირველ რიგში იმიტომ ვარ ცუდ დღეში რომ საზოგადოება არის დაყოფილი ბანაკებად, არ არსებობს საქართველოში არც სიცოცხლეს აქვს ფასი, არც სიკვდილს აქვს ფასი, არაფერს არ აქვს ფასი. გარდა ერთი რამისა, ვის უკანალში არის ვინ შემძვრალი და ვის პოლიტიკურ ბანაკში აგდია. სხვას მაგ ქვეყანაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ეს არის სუფთა ისეთი აყროლებული საზოგადოება, რომელიც აყროლებულ საზოგადოებასაც ღმერთი, სარწმუნოება, სინდისი, ნამუსი, მორალი, ზნეობრივი გრძნობები არ გააჩნია, გააჩნია მარტო ცხოველური გრძნობები, რომელიც ცხოველური გრძნობებითაც თუ იქნები ამ ბანაკში გექნება ვიგოდა, თუ იქნები იმ ბანაკში არ გექნება ვიგოდა და შენ თუ რაღაცა ტრაგედია მოგიხდა და შენ თუ რაღაცა შეგექმნა, შენ ამ ხალხიდან სოლიდარობას არ ელოდე, იმიტომ რომ არც ერთის ბანაკში ხარ, არც მეორეს ბანაკში ხარ და რაც შეეხება აი გვერდზე დარჩენილ საზოგადოებას, ვითომ ამ ყველაფრის შემყურეს, ზოგს საერთოდ არ აინტერესებს. ზოგი კიდე ხელებს დაიბანს, რომ მე რომ მიჭირდა სად იყო და არ გადარჩება ესეთი ქვეყანა. არცა გადასარჩენი სიმართლე გითხრათ. იგა. მე პირადად რასაც ხედავ იმის თქმა შემიძლია, რომ ტრაგედიები არ დამთავრებულა ქვეყანაში. ტრაგედიები წინა გვაქვს. და ამ ტრაგედიებს ჩაიდენს ის უსიყვარულო თაობა, რომელიც უსიყვარულო თაობის ძალიან დიდი ნაწილი უდედმამოდ გაიზარდა. ქრისტიანული წესების უარყოფით გაიზარდა. გაიზარდა რაღაცა ლიბერალური დამპალი იდეოლოგიით, რომელი იდეოლოგიასაც არანაირი სიბრალური არ გააჩნია და აქ არანაირი ჩვენ არ იცის, იმან და იცის მხოლოდ მე. და სადაც პირდაპირ დაშვებული არის ადამიანების ტრაგედიით ვაჭრობა, მანიპულირება საკუთარი პირადი გამორჩენისთვის. და აი ეს ღირებულებები აქვთ აყვანილი უმაღლეს დონეზე. და ეს ძალა რათაც უფრო მოძლიერდება ქვეყანაში და ეს გარდაუვალი პროცესია, თაობათა წვლის პროცესი. ეს უფრო და უფრო მეტ ტრაგედიებს მოუტანს ქვეყანას. მე საქართველოს მომავალს არ მინდა არავინ მოვატყუო, მაგრამ ნამდვილად ვერ ხედავ. ნამდვილად ვერ ხედავ. არ არის ეს არც რაცა ისეთი პესიმისტური განწყობა, არც რამე, არც ნიჰილიზმი, არც არა, ეს არის რეალისტური მიდგომა, გონების თვალით დანახვა იმის თუ რა დღეში არის საზოგადოება. დღეს საზოგადოება არის სრულად ყალბი, სრულად ფარისეველი, სრულად ყველანაირად პრაგმატული, საკუთარ გამორჩენაზე ორიენტირებული და ერთმანეთის გამწირავი, ერთმანეთის შეურაცხყოფელი ისეთი ადამიანების მიმართ, რომელ ადამიანებსაც არაფერი მათთვის არ დაუშავებიათ. მზად არიან ის ადამიანი ჩაქოლონ, სული ამოაძრონ, ოღონდ თავისი ეგო გაისწორონ. ამიტომ რაცნაირი ისეთი შთაბეჭდილება მაქვს, რომ რაც ვინც იცის, რაც იყო
თავის დროზე ველური დასავლეთი თუ არ წაუკითხია ყოველ შემთხვევაში ვესტერნები მაინც უნახია ძალა გააქვს იარაღი გააქვს მოკლა შეგიძლია მაშინ მართალი ხარ და გაიტანე თავი რა ეგა რა ვიცი თუ გნებავთ ვინმეს კითხვა რამე თუ გაგაჩნიათ დამისვით კითხვა და დაგემშვიდობებით მე შეძრული ვარ ამ ადამიანის ტრაგედიით უბრალოდ და ის რაც ერთი ისაა რომ წარმოიდგინო ესეთი ტრაგედია რაცაა და მეორე ისაა რაც მის ირგვლივ ხდება რაც საზოგადოება ჩადის და რაც სახელმწიფო სისტემა ჩადის ეხლა წარმოვიდგინოთ ჩვენ რომ სამართლებრივი სახელმწიფო რო გქონდეს და სამართლებრივი სახელმწიფო ამ ყველაფერს სამართლებრივად უდგებოდეს და არ ჭირდებოდეს იქ ადამიანს ჩარევა დარჩებოდა მხოლოდ მისი შვილის სულისთვის ლოცვა მეტი არაფერი არ დარჩებოდა იმას ერთხელ ბავშვობაში სულ მაინტერესებდა ძველი ტრადიციები ადათები და ჩემთან სვანეთში ერთ მოხუც კაცს ღრმად მოხუცებულ ადამიანს კითხე ესეთი რაღაცა რომ მეთქი როგორ იყო ადრე ქელეხების წესი გასვენება რაც პანაშვიდები ესე შემდეგ და იქნებოდა ასე 98 წელს იყო რომ გარდაიცვალა და ესეთი რაღაცა მითხრა რა ქელეხის სუფრაორის ქელეხიო ხალხიო მოდიოდაო ყველაო თავისიო საგზალითო თუ ვინმე მოვიდოდაო მგზოობა იყო რთული პერიოდები იყო რა თქმა უნდა ამ მგზოობიდან გამომდინარეო და საგზალი თვითონ მოქონდაო ან ჩვენ ვინც ვიყავითო მეზობლებიო ისო ვაბინავებდით სახშიო უმასპინძლდებოდითო და მე როდესაც დავკრძალავდითო მიცვალებულსო ყველასო ვისაც რა ქონდა წამოღებული ერთ მდელოზეო ჩამოუჯდებიდითო და შესანდობარს ვიტყოდითო მაქსიმუმ 7 ჭიქასო და ყველა წავიდოდა თავის გზაზეო ეს იყო ძველად ადრე ქელეხი და ეს იყო ადრე გასვენება და ეს იყო ისაო აპაო შვილო სადეცალაო მიცვალებულის პატრონსო ჭირის უფალსო იმისთვისო რომ იმაზე ეფიქრა ვინ მოვა რა ასვას და რა აჭამოს იმას მიცვალებული ყავდა სახში და ის ყავდა სატირელი რაც თავს დანარჩენს ყველაფერს მეზობლები თუ რამე იყო და სამოხეო რასაც ქვია ვაკეთებდითო და ასე ხდებოდაო ჭირის გადაგორება და თუ ახალგაზრდა იყო გარდაცვლილი და ღირსეული ადამიანი გლოვის ზარით ვაცილებდითო აი ეს იყო და ესო სადა აქ ახლა მოკლული ანგელოზის დედას იმის ძალა და ენერგია რომ კიდეს დიოს იმას რა ქვია მისი შვილის კვლელების იმას რა ქვია დასჯას კვლელების მშობლებს თუ შეიძლება რამე რა კვლელების მშობლებზე რა კომენტარი უნდა გავაკეთო რა კომენტარი უნდა გავაკეთო რა უნდა უთხრა რა უნდა უთხრა მე არ ვიცნობ მათ მშობლებს მე არ ვიცი ისინი ვინ არიან ვერც იმას ვერ იტყვის ადამიანი რომ 100%-ით ბევრი ღირსეული ადამიანი ყოფილა და უღირსი შვილი გამოსვლია და ღირსეულად ზრდიდა და უღირსი საქციელი ჩაუდენია და ყველაფერი მშობელს დააბრალო არასწორი არა არასწორია ახლა რომ მარტო მშობელს დააბრალო ყველაფერი მაგრამ ფაქტია ის რომ ყოველ შემთხვევაში ასეთი უბედურება ჩაიდინა გაჩუმდი მაინც რა ტრაგედია ის რომ ესეთი შვილი გაგეზარდა ის რამეს ვნახე რაც მე ვნახე მე იმ წერილებიდან და იმ პოსტებიდან და იმ იმგენიდან რაც ამ ჯგუფს ერთმანეთში მიმოწერები ქონდა ასეთი შვილი რო გაგეზარდა ესაა ტრაგედია ხმა როგორ უნდა მოიყვა ამ ყველაფერს არა თუ ის დაიწვა კიდე რა უნდა უთხრა მე რა უნდა უთხრა მე ის უთხრა რომ შვილი ვერ გაზარდეო მე თვითონ არ გამიზდია ჯერ შვილი და სხვას რა უნდა ვასწავლო მაგრამ ფაქტია ის რომ ასეთი მკვლელები და ასეთი სადისტები რო გაეზარდათ ოჯახში ალბათ მათი წვლილიცაა რაღაც ვერც ჩაუნერგეს ვერც უფლის სიყვარული ვერც ადამიანის სიყვარული ვერც დამოკიდებულება ვერც შეგნება ვერც ის სადისტები მან სად მოიყარა ამდენმა სადისტმა თავი ასე
რასაც ისინი წერენ, ესა შემზარ, მე წავიკითხე შემზარ ამ ყველაფერმა. ახალგაზრდა ბიჭო, უმწიფარი ადამიანების თავში ასეთი აგრესია და ასეთი ბოროტება საიდან მოიხარშა? მე რაც იქ წავიკითხე, ის თუ მართალი არის, არ ვიცი, ძმაო, ეს ყოფილა რაღაცა, არ ვიცი, ასეთი სისასტიკით კგბ ვერ ზდიდა იმას, რა ქვია, სპეცაგენტებს რომ მოეკლათ და მე მიცვალებულისთვის ესეთი რაღაცა გაეკეთებიათ, რა ვიცი. ალბათ გესტაპო ინატრებდა მსგავსი სადიზმით შეპყრობილი ადამიანების გააზრდას. რა უნდა ვთქვა? ვერაფერს ვერ ვეტყვი. ტრაგედია, რომ ასეთები გაუჩნდათ და გაზარდნენ. ესაა ჩემი პასუხი მაგაზე. ტრაგედია, რომელიც სხვის ოჯახსაც მოუტანეს და საკუთარ ოჯახსაც მოუტანეს. როდესაც ადამიანმა იცის, ახლა სააკაშვილის დედამ ყველაზე უკეთესად იცის, რა ვიცი, მე ჩემთვის ოქებს დიდიო, მაგრამ აი ეს გეიზარდაო, გამეიზარდაო, აგერ რომ შეხედავთო ყველა. ასე თქვა ერთ-ერთ გადაცემაში. გირგვლიანის შვილების გირგვლიანის მკვლელების დედები და მშობლები რას ფიქრობთ? რიტუალური მკვლელობით რომ მოკლეს. სინდელიანის მკვლელის მშობელი რას ფიქრობდა? ისეთი მკვლელი რო გაზარდო, თავში ტყვია დააჭედა და სხვაში გადააგდო თევზების საჭმელად. მე არ ვიცი ან ასეთი მშობლების თავში რა ხდება და არ ვიცი, ასეთი სადიზმის ბუდი ადამიანებში ვერ გეტყვით. ერთი ვიცი ის, რომ ლიტერატურიდანაც ვიცი და ცხოვრებიდანაც ვიცი, ესეთი უბედური ამბები, რომ გამწარებულმა მშობლებმა რომ ისეთი შვილები გაეზარდნენ, საკუთარი შვილები საკუთარი ხელით მოკლეს. ასე იყო ხევისბერ გოჩაში, ასე იყო ტარას ბულბაში და პროსპერ მერიმეს მატეო ფალკონეში ასე ხდება, იმიტომ რომ გამწარებული სხვისი მშობელი თუ არის გამწარებული, თვითონ დამნაშავედ თulis თავს და ვინც შექმნა და ვინც გააკეთა იმას არის ესეთ მე არ ვარ ახლა ამის ვინმე მარი ფიქრობს რომ ამას მოუწოდებდე ან ამის მომხრე ვიყო, მაგრამ არ ვიცი, ძიმე საკითხი არის რა. ძიმე საკითხი არის. ერთი ისაა რომ შერცხვენილი უნდა იყო. არც ისე დიდი ხნის წინ და ხმას არ უნდა იღებდნენ. არც ისე დიდი ხნის წინ მოხდა ხევში ყაზბეგისკენ მკვლელობა. და მკვლელის ნათესაობა და მკვლელის გვარი მივიდა მოკლულის ოჯახთან და დაიჩოქეს იქ, რომ პატიება ეთხოვათ. ეს იყო მათი მხრიდან ისეთი საქციელი, რომელიც საქციელიც ვიცი ახლა შვილს არ გაუცოცხლებდა მოკლულს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ბოღმას და გესლს არ დათესავდა იქეთ ამ ხარის. ეს იყო ქართული წესი და ამათ ქართული წესი არ უნდათ. ამათ არ ვიცი რა წესი უნდათ და რა სამართლებრივი მიდგომები უნდათ, მე ვერ ხვდები. საერთოდ სამართალთან და სასამართლოსთან ქართული საზოგადოება მწყრალათა. გააღო პირი მოყვებიან იმას, აქვია ირანის უბედურებაზე და იმაზე ტრაგედიებზე დაიწყებენ ნიანგისრემლების გადმოყრას და იმ ირანში ამნაირი წესი არის. როდესაც სიკვდილით დასჯას მკვლელობა მოხდება და სიკვდილით დასჯას მიუსჯიან ვიღაცას, ორ ადამიანს აქვს შეწყალების უფლება. ერთი სულიერ ლიდერს, იმ აიათოლას, რომელიც არავის არ იწყალებს ასეთ ამბავთან დაკავშირებით და მეორე მოკლულის ოჯახს. თუ ახალგაზრდა არის მკვდარი, მის მშობელს, მის დედას და მოაწყობენ იქ ეშაფოთ, სადაც
მკვლელობა მოხდა და მოიყვანენ დამნაშავეებს და ბოლო წამამდე აქ უფლება მოკლულის ოჯახის წევრს შეიწყალოს იყო არც ისე დიდი ხნის წინ ასეთი მოვლენა შვილის მკვლელი შეიწყალა მოკლულის დედა და ხოლოდ ხელი გაარტყა ამ მკვლელობა შეეცვალა სიკვდილით დასჯა შეეცვალა პატიმრობით ასეთი სამართალია სხვა ქვეყანაში ჩვენთან ასეთი სამართალია არ ვიცი ძალიან აცნაირად ისე დამძიმებული და ესა ვარ იმითა ტრაგედია რო ხდება ერთი მაგრამ აი ამ ავადმყოფი საზოგადოების ასეთი ავადმყოფური გამოხტომებიდან უფრო იმიტომ რომ ასეთები მომავალშიც ბევრი იქნება და ასეთი რეაქცია ექნებათ და აბრალეთ ახლა სახელმწიფო რა შვაშია სახელმწიფოს რა ბრალია ესეთი ყველგან ხდება და ასე და ისე და დაიწყეთ ახლა ეს უკანალის წმენდა იმის რა ქვია მაგრამ ის თქვენ უნდა მოგიკვდეთ შვილი და სახელმწიფო ისე უნდა მოგექცეთ როგორც ამ ადამიანს ექცევა რომ გაიგოს ღმერთმა დაგიფაროთ ყველა ასეთი რაღაცი ღმერთმა დაგიფაროთ მაგრამ ამ პირს გააღებდეთ პატარა დაფიქრდით რას ლაპარაკობთ რა კარგად ზანდებოდეთ